მიზეთებისგან იღებს და სამხრეთ კავკასიაში ამ მიმართულებით ერთადერთი საწარმოა. Როგორ ვითარდება ბიოდიზელის ბაზარი საქართველოში, როგორია საექსპორტო შესაძლებლობები და რა ახალ პროექტებზე მუშაობს კომპანია ნარჩენების მართვის მიმართულებით. ენერგეტიკის რუბრიკის სტუმარია ბიოდიზელ ჯორჯიას დირექტორი მურმან პატარაია. მოგესალმები მურმან, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა მუდმივი ინტერესისთვის ბიოდიზელი ჯორჯიას და ჩვენი საქმიანობის მიმართ. მურმან, დავიწყოთ რამდენიმე დღის წინ გამართული ღონისძიების შეჯამებით. ექსპო ჯორჯიაში გაიმართა ენერგეტიკის ფორუმი და გამოფენა, სადაც რამდენიმე თემატიკა იყოს, პანელური დისკუსიების სახით გამოკვეთილი, მათ შორის განახლებადი ენერგიების მხარდაჭერა, რეგულაციები და ალტერნატიული წყაროების, მათ შორის ბიოდიზელისა და წყალბადის განვითარების პერსპექტივები. რო შევაჯამოთ ზოგადად ფორუმის მთავარი გზავნილები რა იყო, მთავარი შედეგები და უკვე ამ შემდეგ კონკრეტულად თქვენს მიმართულებებზეც რო გადავიდეთ. უშუალოდ თქვენს პანელურ ნაწილში რა იყო მთავარი შედეგები და რა ასპექტებზე გამახვილდა ყურადღება. Ქონდა პატივი რომ მიმიღო მონაწილეობა. ანუ კი ფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაეყარა საფუძველი ენერგეტიკული ფორუმის სახით. როგორც ხედავ, ის უკვე ტრადიციად იქცა, მეორე წელია, რაც მიმდინარეობს. სამწუხაროდ პირველ წელს არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვერ მოვახერხე დასწრება, თუმცა მასშტაბებმა სიმართლე გითხრათ, მოლოდის გადააჭარბა, თუ როგორი რაოდენობით დაესწრო, ასე ვთქვათ, კომპანიები, საგამოფენო სივრცე, პანელური დისკუსიების ნაწილი, პრეზენტაციები, დაინტერესებული მხარეები. Ფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური ღონისძიება იყო. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო გრედას, ქალბატონ მაია მელიქიძის გუნდს, ნამდვილად რომ კარგად ორგანიზებული იყო ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებში ეს ხო ერთის მხრივ რო ტრადიციად იქცა ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წლებში ამას უკვე მეტი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მასშტაბი ექნება. სექტორისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ღონისძიება იყო, განსაკუთრებით ამას მინდა ხაზი გაუსვა. მზის ენერგია, ჰიდრომიმართულება, ქარის ენერგია, აბსოლუტურად ყველა მიმართულება მოიცვა და ყველას ჰქონდა, ასე ვთქვათ, შესაბამისი დრო, შესაძლებლობები პრეზენტაციების ნაწილში, პანელური დისკუსიების ნაწილში, რომ დაესვა მიმდინარე, ერთი რომ შეეჯამებინა სექტორის საქმიანობა, კომპანიის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები, გამოწვევებზე ესაუბრად პრობლემებზე, პრობლემის გადაჭრის გზებზე, რაც ყველაზე მთავარია და სექტორმა გავიცანით ერთმანეთი. რეგულაციების საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და აქ მონაწილეობას იღებდნენ, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიღების, ასე ვთქვათ, მქონე პირები და კარგი შესაძლებლობა იყო იმის, რომ დამყარებულიყო პირდაპირ ურთიერთობა, ვერბალური კომუნიკაცია, უშუალო დასმულიყო პრობლემური საკითხები, აქტუალური თემები და ასე ვთქვათ, მომხდარიყო ეს განხილვა. თავისთავად ცხადია, საგამოფენო სივრცეც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. კომპანიებს იმის შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გამოეფინათ თავიანთი პროდუქტები, პროექტები, სერვისები, რა სერვისებს თავაზობენ და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალი, ასე ვთქვათ, ხარისხის ღონისძიება, მაღალი დონის ღონისძიება იყო. რაც შეეხება ბიოდიზელი ჯორჯიას. დიახ, მე გავაკეთე პრეზენტაცია, ვისაუბრე ბიოდიზელი ჯორჯიას 9 წლიანი საქმიანობის შესახებ. ერთგვარი შეჯამება გავაკეთე, შეიძლება ითქვას ჩვენი კომპანიის, თუ როგორ დავიწყეთ, როგორ განმავითარეთ პროექტი, როგორ მოვედით 2017 წლიდან ვიდრე დღემდე, რა ნაბიჯები გავიარეთ ამ მიმართულებით, სად ვართ, რა კონკრეტული გეგმები გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ ხედავთ ჩვენს კომპანიას ქვეყანაში, როგორ ხედავთ ქვეყანას რეგიონის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა, ეხლა გავიგეთ, რომ ჰიდრო ტრადიციული დარგია, გავიგეთ, რომ ახალი მიმართულებებიც ვითარდება, თუმცა ბიოდიზელი ჯორჯიასაც უკვე 9 წელია თავისი არსებობის ისტორია აქვს და ნელ-ნელა ჩვენს ადგილს, ასე ვთქვათ, ვიკავებთ, პოზიციონირებთ ქვეყანაში და ქვეყანასაც ვაძლევთ საშუალებას, რომ პოზიციონირებდეს, ასე ვთქვათ, რეგიონის მასშტაბით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე კასპიის ზღვის, ასე ვთქვათ, როგორც დერეფნის შემადგენელი ნაწილი, ისე რეგიონში. ამიტომ მოგვეცა საშუალება დისკუსიაში მიგვეღო მონაწილეობა და ერთ-ერთი პანელი სწორედ ბიოდიზელის მიმართულება იყო, სადაც აქტიური იყო, ანუ კი აუდიტორია, საზოგადოება, ჩართული მხარეები და მე ვფიქრობ, საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო პანელი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დღის განრიგს ისე ვერ მიუყვებოდა ყველა პანელმა მოლოდის გადააჭარბა, ასე ვთქვათ, აქტიურობის თვალსაზრისით. მურმან, თქვენ ახსენეთ, რომ ეს იყო კარგი საშუალება, რომ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღება ადამიანებთან ქონოდა კერძო სექტორს კომუნიკაცია, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიშუქებია ძალიან მასშტაბური შეხვედრები, როცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრი თავის
ეკონომიკური მიმართულების გუნდით, ხდება კერძო სექტორს, სადაც ხდება როგორც სამოქმედო გეგმის განხილვა, ასევე რაღაც ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმება და კერძო სექტორს აქვს საშუალება, რომ დააფიქსიროს თავისი ასე ვთქვათ მოთხოვნები ან რეკომენდაციები. თქვენ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხშირად იღებთ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას. აი რა არის ის ერთობლივი ნაბიჯები, რაც თანხვედრაში უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს ქვესექტორი არა ტრადიციული განახლებადი ენერგია ბიოდიზელის შემთხვევაში უფრო სწრაფად განვითარდეს. ძალიან კარგი შეკითხვა, მე ძალიან ბევრი ვისაუბრე, მათ შორის გამოწვევების ნაწილზეც. ალბათ პირველ რიგში ის რომ მოკლედ ეს ბიზნესის ნებისმიერი მიმართულების განვითარება, ანუ ორმხრივი, ეს არ არის სამმხრივი პროცესი, ორმხრივი გულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა ბიზნესმა უნდა გადადგას თავისი ნაბიჯები, მაგრამ შემხედრი ნაბიჯები კარგი იქნება, მით უმეტეს როცა ახალ მიმართულებაზეა საუბარი, კონდეს ასე ვთქვათ სახელმწიფოსაც და კროს-სექტორული თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან კარგი ბენეფიტის მომტანია, შემიძლია გითხრა. და სწორედ ჩვენი ასე ვთქვათ პოზიციონირება სწორედ კროს-სექტორული თანამშრომლობის საფუძველზე არის ფორმულირებული და ზუსტად ესე ვმუშაობთ. პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ რეგულაციების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ კი ჩვენ სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი, სამუშაო ჯგუფის პარალელში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მუშაობთ რეგულაციებზე დაწყებული ნედლეულზე ხელმისაწვდომობის მხრიდან ძალიან უმნიშვნელოვანესი პროცესია. მე მისაუბრია კიდეც თქვენთან, რომ და არაერთ ეთერში ვსაუბრობთ, რომ ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს შემთხვევები, როდესაც მაგალითად სხვადასხვა კომპანიები, მოდი ესე რბილად ვიტყვი, არაკეთილსინდისიერი კომპანიები ცდილობენ ნედლეულზე ხელმისაწვდომობას. და ნედლეულზე ხელმისაწვდომობა ცხადია, როცა ნარჩენზეა განსაკუთრებით საუბარი, დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, დაკავშირებულია ნებართვებთან, ლიცენზიებთან, გარემოს დაცვით გადაწყვეტილებებთან და კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული ტიპის ეს დოკუმენტბრუნვა არ გააჩნიათ, ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, ცხადია მოკლებული უნდა იყვნენ იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ნედლეულზე ხელმისაწვდომობა აიღონ. აი აქ უკვე რეგულაციის ნაწილი ირთვება, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად იყოს, ასე ვთქვათ, დარეგულირებული ბაზარი, დაწყებული ნედლეულზე ხელმისაწვდომობიდან დასრულებული, ასე ვთქვათ, საბოლოო პროდუქტების წარმოების კუთხით. აი მაგალითისთვის გეტყვით, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ევროკავშირის მასშტაბით რო გაჩერდეთ ავტოგასამართ სადგურზე და თქვენი ავტომობილი გამართოთ, თუ ყავთ რა თქმა უნდა დიზელის ძრავიანი ავტომობილი და გამართოთ ასე ვთქვათ დიზელით, იქ ბიოდიზელი უკვე 7%-ით შერეულია. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ევროპული ქვეყანა იქნება ის. აი ესეც რეგულაცია, ანუ რეგულაციამ შექმნა ის, რომ ერთის მხრივ ნედლეულზე ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და ენერგო რესურსია მნიშვნელოვანი, მეორეს მხრივ მოგცა იმის საშუალება, რომ წვდომა ქონოდა, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გასაღების ბაზრების ნაწილში რეგულირებულია, ის თავის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ბენეფიტს იძლევა და შესაბამისად, ასე ვთქვათ, პროცესი მიმდინარეობს ერთიანი თამაშის წესებით. ამიტომ რეგულაცია არის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას, მათ შორის ერთ მაგალითს გეტყვით, რომ ზოგადად ბიოდიზელის წარმოების ბუმი 90-იანი წლებიდან დაიწყო გერმანიაში. 92 წელს საუნივერსიტეტო დონეზე გამოიცადა წარმატებით ბიოდიზელი და უკვე დაიწყო მისი ინდუსტრიალიზაცია, ანუ მისი წარმოების განვითარება და აი მაგალითს გეტყვით, რომ სახელმწიფომ გერმანიის მთავრობამ დროებით რეჟიმში სრულად გაათავისუფლა ბიოდიზელის წარმოებლები გადასახადებისაგან. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მილიონობით ინვესტიცია განახორციელა ბიზნესმა სწორედ ამ მიმართულებით და ამან ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ბიზნესს იმისათვის, რომ წინ წასულიყო, განვითარებულიყო, მეტი ინვესტიცია გახორციელებულიყო, მეტი ფინანსური ინტერვენცია გაკეთებულიყო და ასე ვთქვათ, შეიქმნა 90-იანი წლებიდან ინდუსტრიული ბუმი გერმანიაში, საფრანგეთში. აი სწორედ აი შეიძლება ითქვას, პატარა თუ დიდი ხა შეფასების კუთხით არ შევაფასე, მაგრამ აი ამ მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა იმას, რომ მეტი დასაქმებული ყოლოდა ასე ვთქვათ ქვეყანას, მეტი თანხები გენერირებულიყო ბიუჯეტის სასარგებლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რეგულაციების ნაწილი, მათ შორის ინიციატივები, მხარდამჭერი მექანიზმები და რა თქმა უნდა თანასწორი გარემო იმისთვის, რომ განვითარდეს პროცესი. საქართველოს მაგალითზე რა შეგიძლია თქვათ, ანუ როგორ შეაფასებთ საქართველოს დროს რეგიონის ჭრილში ამ განახლებადი ენერგიების წარმოების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს საკმაოდ მკაფიოდ გაჟღერებული გეგმა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის თანახმად პროცენტულად უნდა გაიზარდოს თვლილი, ხო, ბიოდიზელის მიმართულებითაც. აი, ამ თვალსაზრისით საქართველოს როლს რეგიონის ჭრილში როგორ შეაფასებთ? ძალიან
ძალიან საინტერესო შეკითხვა. მე ვფიქრობ, რომ აი როგორ პოზიციონირებს ქვეყანა ეხლა რო ავიღოთ რეგიონში და მოდი შეგიდარებთ მაგალითად იგივე აზერბაიჯანის მაგალითზე, სომხეთის მაგალითზე, ყაზახეთის მაგალითზე, ყირგიზეთის მაგალითზე. ეს ქვეყნები ძირითადად ჩვენ მიმართულებებზე საუბარი მაქვს ბიოსაწვავის წარმოებაზე, ბიოსაწვავზე, ბიოსითხეებზე, პოზიციონირებენ როგორც ნედლეულის მიმწოდებლები ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ანუ ისინი მხოლოდ ნედლეულს აწვიან და ეს ყველაფერი მიდის ანუ კი საქართველოს გავლით. ანუ საქართველო არის დერეფანი, პირობითად ვამბობ, ნედლეულის ნაკადები მიედინება ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველო ამ ნაწილში იღებს როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური კვანძის როლს. ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი ამ ნაწილში? ეს ნაკადები საქართველოში რომ მოვმართოთ, საქართველოში მოვახდინოთ წარმოება, საბოლოო პროდუქტები შევთავაზოთ ადგილობრივ ბაზარს, რეგიონის ბაზარს, მათ შორის სომხეთს, მათ შორის აზერბაიჯანს, მათ შორის სხვა ქვეყნებს, ასე ვთქვათ, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები, რუსეთი იზოლირებულია ამ ნაწილიდან და რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, არის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი და ეს შეუწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის. სწორედ ესეთი წარმოგვიდგენია ბიოდიზელი ჯორჯია რამდენიმე წლის წინ. ჩვენ მე მგონი თქვენს ეთერშიც ვისაუბრე, დავაფუძნეთ Green Hub-ი, აზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს ტერიტორია, მიღებული გვაქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გადაწყვეტილებები, დოკუმენტბრუნვა დასრულებულია, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია კომუნიკაციების შეყვანისგზით, ანუ სამშენებლო პროცესში ვართ ამ ნაწილში, დიდი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის კუთხით და სწორედ მიზანი ის არის, რომ ეს ტვირთბრუნვის ნაკადები მოვაქციოთ საქართველოში, დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი, შევთავაზოთ რეგიონის მეზობელ, ასე ვთქვათ, ქვეყნებს და რა თქმა უნდა ევროკავშირის ბაზარს ამ ნაწილში. ექსპორტის ნაწილსაც მინდა რომ შევეხოთ, ძირითადად რომელ ბაზრებს აწვდით? ეს არის 100% ევროკავშირის ბაზარი, ჩვენ სადაც ვმუშაობთ, აქ ვმუშაობთ ნედლეულის მიმართულებითაც, მათ შორის გვაქვს გამოცდილება მუშაობის ესპანურ კომპანიებთან, ასე ვთქვათ, გერმანულ კომპანიასთან, პორტუგალიურთან, ნიდერლანდებში ძალიან აქტიურად ვაჭრობთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და საექსპორტო ქვეყნები ამ ნაწილში სწორედ რომ ესე გამოიყურება, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაზეც მინდა ორიოდე სიტყვით გაგიმახვილო ყურადღება, ანუ კი არის ის, რომ საქართველოში სრული ჰარმონიზება მოხდეს, ასე ვთქვათ, ბაზრის რეგულაციების, რომ საბოლოო ჯამში წავიდეთ იმ პროცესისკენ, რომ მასშტაბურ წარმოებას ჩაეყაროს საფუძველი და რა გჭირდება ამისთვის. ამისთვის გჭირდება ის, რომ ეტაპობრივად გადავიდეთ ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირებაზე და დავიწყოთ მისი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ეს არის ნაწილობრივ ამერიკაში და მთლიანად შეიძლება ითქვას ევროპის ქვეყნებში, ისევე როგორც ბრაზილიაში, არგენტინაში და ასე შემდეგ. აი მე ერთ ციფრს გეტყვით, რომ მაგალითად 2024 წლის მონაცემებით 14 მილიონი ტონა ბიოდიზელი იწარმოა მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, 10 მილიონი ტონა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილიონზე მეტი ტონა ბრაზილიაში. წარმოიდგინეთ რა მხოლოდ ციფრებია და რა მასშტაბზეა საქმე. მურმან, ჩვენ საუბრის დასასრულს ძალიან მოკლედ გითხავთ მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, ახალი სტარტაპი, ახალი მიმართულება, რა გაქვთ აი სამოქმედო გეგმა, რომ განავითაროთ თქვენი ჰოლდინგის საქმიანობა? 2025 წლით იმედია ვიამაყებთ ამ ნაწილში. ხშირად ვამბობ, რომ ნარჩენის ბრჭყალებში ნაგვის მონეტიზაციას ვაკეთებ და სწორედ ამ საკითხთან გვაქვს ახლა შეხება. ანუ კი ზოგადად ჩვენი მიმართულება სხვადასხვა ტიპის ნარჩენების სწორი მართვა არის და ეს არის აი პრინციპული მიდგომა ჩვენი კომპანიის. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნარჩენი არასწორად იმართება ქვეყანაში და ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესია, რომ მთელი საერთაშორისო რეგულაციების დაცვით მოხდეს ეს ყველაფერი და მე გეტყვით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყნისთვის არის სასაკლაოს ნარჩენების მართვა. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთბაშად ვერ გადაიჭრება, ყველა გამოწვევაზე პასუხი ვერ მოხდება, მაგრამ პირველი ჩვენ რაც დავიწყეთ არის ის, რომ სასაკლაოებში რჩებოდა ცხოველური ცხიმები, რომლებიც ძირითად ნაწილში ხვდებოდა, ასე ვთქვათ, ნაგავსაყრელებზე და ჩვენ დავიწყეთ მისი გადამუშავება და ბიოდიზელისთვის გამოყენება. ჩვენ მას დავაექსპორტებთ ჩვენ პარტნიორ კომპანიებში და ის ნარჩენი ცხოველური ცხიმის სახით და არც თუ ისე მცირე რაოდენობა, რომელიც ნაგავსაყრელზე ხვდებოდა, დღეს მისი მონეტიზაცია მოვახდინეთ. RenderTech Georgia, ესეთი შვილობილი კომპანია ბიოდიზელი ჯორჯიას ჰოლდინგში შემავალი იქნება პასუხისმგებელი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვახერხებთ 140-ვე სასაკლაოსთან დავიწყოთ, ცხოველთა სასაკლაოსთან დავიწყოთ ურთიერთობა, მივიღოთ და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი, მივიღოთ ნედლეული მათი მხრიდან, გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ ტექნიკური მიზნებისთვის. ანუ ერთის მხრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით გავაუმჯობესებთ მდგომარეობას და მეორეს მხრივ ნარჩენის მონეტიზაციას უზრუნველყოფთ
უზრუნველყოფთ, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან დიდი მადლობა მურმან, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ბიოდიზელ ჯორჯიას დირექტორი მურმან პატარაია.